დარბაზი ჯერ ცარიელია, თუმცა სცენაზე უკვე იგრძნობა ის ემოცია, რომელიც რამდენიმე დღეში მაყურებლამდე უნდა მივიდეს. რეჟისორი თითოეულ დეტალს აკვირდება, დეკორაცია, მუსიკა და განათება კი ნელ-ნელა ერთმთლიან სამყაროდ იქცევა. ასე ემზადება თეატრი 157 თეატრალური სეზონის დასკვნითი პრემიერისთვის, შილერის უქტავი დრამის „ვერაგობა და სიყვარული“ ახალი სასცენო ვერსიისთვის. უკვე საპრემიერო დღეებისთვის ვემზადებით, სეზონი იხურება სპექტაკლით და ვფიქრობ, რომ საინტერესო სამუშაო გამოვიდა. ეს უკვე არის, როგორც ვიცი, დაახლოებით მე-7-6 პრემიერა ჭავჭავაძის ბათუმის თეატრში და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სეზონი გამოვიდა. ჩემთვისაც ძალიან მოდი ასე ვიტყოდი, დატვირთული თვეები მქონდა, მანამდე მქონდა ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან და ახლა უკვე სხვა ჟანრის, ეს არის გერმანული, მოდი ასე ვიტყოდი, რომეო და ჯულიეტას ისტორია, ტრაგიკული ისტორიაა. შევეცადეთ, რომ ეპოქა დაგვეცვა, თუმცა ბოლომდე არ გვინდოდა, რომ ძალიან მუზეუმში ჩავგეტილიყავით. კლასიკური გერმანული დრამატურგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც მისი შექმნის დროს იყო. ძალაუფლება, სოციალური უთანასწორობა, პოლიტიკური ინტრიგები, პირადი არჩევანი და სიყვარული. ეს ის თემებია, რომლებზეც შილერი საუკუნეების შემდეგაც ხმამაღლა გვესაუბრება. თეატრში დარწმუნებული არიან, რომ შილერის მარადიული ისტორია თანამედროვე მაყურებელთანაც იპოვის გზას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ნამდვილი სიყვარული ძალაუფლებისა და ინტრიგების პირისპირ ყოველთვის ყველაზე რთულ გამოცდას გადის. თამაშობ ამ პიესაში პრეზიდენტი არის ერთ-ერთი შემკვრელი ამ ყველა ამბის ისტორიის ადამიანი, რომელიც ხლართავს მთელ ამ პროცესს. საკმაოდ საინტერესო როლია სამუშაოდ, ძალიან საინტერესო როლია და ის გუნდია შეკრებილი, რომელიც მთლიანობაში ამ პიესას, ამ ჩანაფიქს, რეჟისორის ჩანაფიქს მგონი ძალიან მაღალი კლასით ასრულებს, თუმცა შედეგი გამოჩნდება პრემიერაზე. თვითონაც შეეხება სამუშაო პროცესს, ძალიან საინტერესო პროცესი იყო და ჯერ კიდევ გავდივართ ამ პროცესს. ბატონ გოჩასთან მუშაობაც ძალიან საინტერესოა. თვითონ დამდგმელი ჯგუფი, ბატონი გოჩა, ბატონი ლომგული, ქეთი, მხატვრები ამ პიესის. ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო პროცესია და მოლოდინი გვაქვს, რომ შედგება ძალიან კარგი სპექტაკლი. ერთი კლასიკა, შილერია. ბათუმის დრამატულ თეატრში პიესას განსხვავებული ინტერპრეტაციით აცოცხლებენ. ინსცენირების ავტორი მაია ჯაფარიძეა, დადგმას კი რეჟისორი გოჩა კაპანაძე ახორციელებს. შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი კლასიკური ტექსტის თანამედროვე თეატრალური ენით გადმოცემა, რათა წარმოდგენა მაყურებლისთვის არამხოლოდ ისტორიული, არამედ ღევანდელობის სარკის ფუნქციაც შეასრულოს. თითოეული ელემენტი საერთო ატმოსფეროს ქმნის, რომელიც მაყურებელს ტრაგიკული სიყვარულისა და დაუნდობელი პოლიტიკური თამაშების ეპიცენტრში ამყოფებს. აქ არის ძალიან დიდ სიყვარულზე და იცით რა, ჩვენ მაინც ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოკლებული ვართ სითბოს, სიყვარულს, ძირითადად ცხოვრობთ სისასტიკეში, ვერაგობაში, გაიძვერობაში და ძირითადად აი ამ თემებს ვეხებით ადამიანის სულიერებას, ადამიანის ბუნებას და უფრო მეტად ეს თემები გვაქვს წამოწეული. რეპეტიციები რამდენიმე კვირაა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თითოეული სცენა მრავალჯერ მუშავდება, რათა პერსონაჟების ემოციური მდგომარეობა, ურთიერთობები და შინაგანი დრამა მაქსიმალური სიზუსტით გამოიხატოს. სპექტაკლის თითოეული ეპიზოდი დეტალებზეა აგებული, მსახიობების მოძრაობიდან დაწყებული, მუსიკალური გაფორმებითა და განათების ეფექტები დასრულებული. სიუჟეტის ცენტრში ფერდინანდისა და ლუიზას სიყვარული აგრძნობა, რომელიც საზოგადოებრივი ფენების განსხვავებას, ძალაუფლების ინტერესებსა და ადამიანურ ვერაგობას ეჯახება. სწორედ ამ დაპირისპირებაში იბადება ტრაგედია, რომელიც შილერის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაწარმოებად მიიჩნევა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სეზონი იყო ძალიან საინტერესო და ძალიან დატვირთული. რამე თუ მოიხსენება ჩვენს ბათუმელ მაყურებელს, რომ 14 იანვარს გაიხსნა თეატრში სეზონი და 25 ივლისს დაიხურება და ამ მოკლე დროში თეატრმა შეძლო ის, რომ 25 ივლისს მერვე პრემიერი წავდგებით ბათუმელი მაყურებელის წინაშე. ეს არის შილერის ვერაგობა და სიყვარული და კოლოსალური შრომა გაწია მთლიანად თეატრმა საიმისოდ, რომ როგორმე მოგვეხერხებინა და ეს 8 პრემიერა გვეჩვენებინა ჩვენი მაყურებლისთვის, ისთვისაც გულწრფელად მადლობას ვუხდით თეატრის ყველა თანამშრომელს, იმიტომ რომ
მართლა ძალიან კოლოსალური შრომა ჩაიდო ამაში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მას. ვერაგობა და სიყვარული ბათუმის დრამატული თეატრის 157 თეატრალური სეზონის რიგით მერვე და დასკვნითი პრემიერა. წარმოდგენა 25 ივლისს საღამოს 19 საათზე გაიმართება. სპექტაკლში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.